Bravo Records-ის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დასრულდა სტუდიამ ნანი ბრეგვაძის პირველი აუდიო ალბომი გამოსცა. ლეგენდარული ქართველი მომღერლის 12 ცნობილი სიმღერა ახლებური არანჟირებით ჩაიწერა. ახალი ალბომი, რომელიც ნოემბრიდან გამოჩნდება, მომღერლის მუსიკალურ ბიოგრაფიაზე აგებული და კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით მომზადდა. იზა ციკლაური გვიამბობს. განსაკუთრებული ემოცია არა მარტო სიმღერის შესრულებისას, არამედ მისი მოსმენის დროსაც უჩნდება. განსხვავებული არანჟირებით გაკეთებული, სპეციალურად ნანი ბრეგვაძისთვის დაწერილი სიმღერები დღეს უკვე მომღერლის პირველ სოლო ალბომში მოიყრის თავს. თანამედროვე საორკესტრო ჟღერადობა მუსიკალურ ნაწარმოებებს ნიკოლოზ რაჭველმა შეუქმნა. მე ბევრი მაქვს ჩაწერილი, მაგრამ ეს უკვე ორ ერასთან ერთად. ამიტომ არ ფიქრობდი, რომ ჩემი აუცილებელია და კიდევ სხვათა შორის რაც ხდება ცხოვრებაში, ყველაფერი არის უკეთესობისკენ. ეს იქნება როგორც ასე ვთქვათ, საოჯახო ალბომი. ვიხსენებ მე, სწორედ ასე დაასათაურეს ქართული სცენის ლეგენდარული შემსრულებლის პირველი სოლო ალბომი, რომელიც 12 სიმღერას აერთიანებს. ფოტოები კი, რომელიც მუსიკალური ალბომის შემადგენელი ნაწილია, მომღერლის მთელ ცხოვრებაზე გვიყვება. ახალ ალბომში მსმენელს კიდევ ერთი სიურპრიზი ელის. სიმღერის ტექსტები და იმ ყვავილების ჰერბარიუმი, რომელიც მომღერალმა მაყურებლისგან მიიღო. ამ ალბომით ის ერთგვარად უბრუნებს ამ ყვავილებს თავის თაყვანისცემლად. არის საოცრად განუმეორებელი მუსიკალური ჟღერადობის საოცარი შესრულება. ნამდვილად არის ეს ალბომი, რომელიც ქართული მუსიკის საგანძურში დარჩა. ნიკა მემანიშვილი სიმფონიური ორკესტრი, აქ ალბათონი ნანი და აგრეთვე რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან აქტიურად აქ იყო არანჟირების თემა, თვითონ ორკესტრის ჩაწერის თემა, იმიტომ რომ რამდენიმე ვარიაციით იყო ორკესტრის ჩაწერილი. ძალიან საინტერესო ნამუშევარი. ორწლიანი მუშაობის შემდეგ Bravo Records-მა კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტზე დაასრულა მუშაობა. ნანი ბრეგვაძის პირველი სოლო ალბომის მოსმენა მელომანებს უკვე ნოემბრიდან შეეძლებათ.